ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სახარება ეს არის მე-16 თავი ლუკა მოციქულის სახარებიდან ჩვენ ამიგავს არ ვკითხულობთ არც ერთ სხვა სახარებაში და პირდაპირ ამ ნაწილს ხშირად აქ ასეთი დასათაურება რომ უსამართლო იგავი უსამართლო მნეზე საინტერესოა რომ ერთ-ერთი ეკლესიის მამა სასულიერო პირი ამბობს რომ ამიგავს ახსნა არ აქვს თუმცა ამას ვერ დავეთანხმებით იმიტომ რომ ძალიან სხვა წმინდანს აქვს ეს იგავი ახსნილი რადგან სახარებაში წერია რომ მაცხოვარმა ეს იგავი იმდენად გასაგებად თქვა რომ ფარისევლები მიხვდნენ რომ იგავი იყო მათზე და მათზე იყო ეს ყველაფერი ნათქვამი და გაბრაზდნენ კიდევაც ამაზე და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფარისევლებში რასთან აგვაქვს საქმე ლაპარაკია მაცხოვარი ესაუბრება ფარისევლებს და უყვება ასეთ იგავს. ანუ ჩვენ თუ გადავხედავთ ლუკას სახარებას, დავინახავთ რაღაცა წყებას იგავების, რომელიც ჩვენ არც ერთ სხვა სახარებაში არ გვხვდება. რა არის ლუკას სახარების მიზანი? ლუკას სახარების მიზანია, რომ ის სახარებები, რომელიც მან წაიკითხა, იმ სახარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ადამიანის შესაგონებელად შეიტანოს მისეულ სახარებაში. და ლუკასეულ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ იმ იგავებს, რომელიც არის ძალიან უცხნაური სტრუქტურის და განსხვავებული სხვა. მაგალითად, იგავი უძღებს შვილზე, იგავი ფარისეველზე და მეზვერეზე, პირდაპირ მიანიშნებს ადამიანი როგორი უნდა იყოს. და უძღებს შვილთანაც ხო, უძღებს შვილის ემოციებს აღწერს. აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. ამ შემთხვევაში ლუკა უაკეთებს სხვადასხვა კატეგორია ადამიანებზე მიმართვას, ამ შემთხვევაში მიმართავს კონკრეტულად ფარისევლებს. იქ თუ მიმართავდა უძღებს შვილებს, სხვაგან მიმართავდა მაგალითად მოციქულებს, სხვა ადგილზე მიმართავს მხოლოდ ხალხს, აქ მიმართავს უშუალოდ ფარისევლებს. ვინ არიან ფარისევლები? ფარისევლები არიან ადამიანები, რომელიც ღმერთმა დააყენა თავისი განგებულებით, რომ ეს ხალხი მართოს. და ფარისევლები არიან მიათედის ამკრებნი, ანუ ებრაელები ტაძარში იხდიან მიათედს. და ეს მთელი შემოსავალი შედის ფარისევლებთან. და მერე ეს მიათედები უნდა განსაზღვრონ ფარისევლებმა როგორ გადაანაწილონ ხალხზე. და ისინი ძალიან ვერცხლის მოყვარეები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ოქრო, ძალიან უყვარდათ ფული. ამიტომ მიმართავ და სწორედ იმიტომ შეარჩია ეს იგავი, რომ ვერცხლის მოყვარეები იყვნენ და რას ეუბნება უფალი. უფალს მოყავს იგავი, რომ თქვენ გავხართ ასეთ კატეგორია ადამიანებს, რომ იყო ერთი ბატონი, რომელსაც მნედ დაყენებული ყავდა ადამიანები, თავისი მოხელეები, თავის მიწებზე. და როდესაც მოსავალი საკრეფად გებოდა, ეს კაცი ძალიან მდიდარი იყო. და როდესაც მოსავლის აღებად გებოდა, უგულებელყო მისი შემოსავალი. ანუ შემოსავალი რაც შემოდიოდა, ბატონს არ ხმარდებოდა. და იკარგებოდა ეს შემოსავალი. და არც იმ ხალხს თხოვდა, ანუ ის იმდენად კარგად ცხოვრობდნენ, რომ აღარ ითხოვდნენ ხალხისგან ბევრ მოსაკრებლებს აღარ იღებდნენ ხალხიდან. და გაიგო ამ ბატონმა რომ თურმე ყოლია ვიღაცა მონა, რომელიცაც შემოსავალი არ შემო. ბატონი იმდენად დიდარი იყო, რომ ვერც გაიგებდა, თუ იმას ვიღაც სხვა მსახური არ ეტყოდა, რომ აგერ შენსაც იქ რაღაც ცოტა აკლდება. ამიტომ უთხრა, რომ თუ ასეთი მონა მყავსო, მეო, წადითო და გააფრთხილეთო და მკაცრად გააფრთხილაო. და ამ გაფრთხილების შემდეგო უთხარითო, რომ იცოდეო, რომ თუ გააგრძელებ ასეო, საერთოდ თუ გაგაგდებთო თქვენ აქ, საერთოდ დაკარგავ ყველაფერს. და დაფიქრდაო ეს მონაო და თქვაო, რომ იმისათვის რომ შემიწყარო საყოფელთა მათთაო, ვიციო რა უნდა გავაკეთო. და წავიდა და დაუბრუნდა საქმეს. რას აკეთებს? მიდის ერთ-ერთ მოვალესთან, ბატონის მოვალესთან და ეუბნება. შენ ჩვენი ხო გმართებდა 100 სათოველი იფქლისა, როგორც წერია, ხო, თქვათ, რაღაც 100 საწყაული საზომი ფქვილისა. მოდი ახლა შენ დაწერე, გადამიხადე 80, გვალი გაქვს 100. მაგრამ გადამიხადე 80 და 20 გადაგიხდი მე.
20 ან მოვაგვარებ სიტყვით, ან გადავიხდი მე. 80 გადაიხადე აუცილებლად. და ხელშეკრულება გააფორმა ძალიან ისეთი, რა თქმა უნდა, ცოტა იმითი ზაკრულად და ხელი მოვაწერა და დაუდასტურა. მასაც მოვატაინა 80. ახლა წავიდა მეორესთან და ეუბნება, შენ რა გაქვსო, ჩემი მოვალე, ჩემი ბატონის ვალი, რამდენი გაქვსო? 100 საწნახელი ზეთისა, ხო? დაწურული, თქვათ, რაღაცა 100 საზომი ზეთისა. დამიწერე 50-იო. 50 მე მოვაგვარებ ბატონთან. ან მე გადაუხდი, ან სიტყვით შევათანხმებ რაღაცას. სიტყვით გამოვისყიდი. და 50 გადაიხადე. და უცებ გაიგო ბატონმა, რომ ძალიან გვიან მისმა მონამ გადაწყვიტა საქმის გამოსწორება. გვიან რო გადაწყვიტა, ის 100 ვეღარ მოატაინებდა იმ კაცს. და ვეღარც შეასრულებდა ისე თავის დროზე, რომ საქმე გაეკეთებინა. ამიტომ, რადგან უდროდ დაიწყო მან საქმის გაკეთება, მაგრამ მაინც უნაყოფოდ არ დატოვა თავისი ბატონის ბეღელი, შეაქო ბატონმაო უსამართლო მნეო. რადგანო ძალიან ჭკვიანურად მოიქცაო. ძალიან გონევრულად მოიქცაო. გონევრად რატომ მოიქცა? 100 რომ მოეთხოვე ვერავინ მოუტადა. კონფლიქტ შექმნიდა. ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს, რომ სასულიერო პირები, ფარისევლები, რომლებიც დაყენებული იყვნენ ხალხის მართველებად, მათ ძალიან იმდენად ინერტულად ცხოვრობდნენ, შემოსავალი იმდენად ყოფნიდათ პატარა საწიერზე თავის ცხოვრებისას, რომ ხალხისგან, ხალხი, რომელიც მათზე იყო ჩაბარებული, არავითარ ნაყოფს აღარ ითხოვდნენ, ანუ არავითარ სულიერ ნაყოფს აღარ ითხოვდნენ. ყავდა, დღესაც ასია ხომე, თქვენ ნახავთ, ეხლა არის რამოდენიმე სასულიერო პირი, ეხლა მე არ მინდა არავის შეურაცხყოფა მეღონ, უბრალოდ ვლაპარაკობ ადამიანურ სისუსტეზე, რომ ორი კაცი შეაქებს, დიდება შენ და ხელზე კოცნა, გადახვევა, მეგობრობა და მორჩა, მაყოფილია. მას აქვს გარემო, შექმნილი გარემო, კმაყოფილი გარემო და იმის იქით აღარ იღვწის, რომ ვინმეს ნაყოფი მოატაინოს, ვინმეს ნაყოფი მიიტანოს უფლამდე. და ფარისევლებს ეუბნება უფალო, რომ თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებმაც ძალიან დააგვიანეთ, ძალიან ცუდად იქცევით და მე მაგალითს გაძლევთ ეხლა, აი ამ უსამართლო მნესავით მაინც მოიქეცით, იმიტომ რომ აი ეს უსამართლო მნე ძალიან ადამიანურად მოიქცა. და თვითონ ასიაო, ის ადამიანებიო, რომლებიცო პრაგმატიკოსები არიან და ნაკლებად მორწმუნეები არიან და უფრო პრაგმატულად ცხოვრობენ. დახვეწილები არიან პრაგმატულ აზროვნებაში. იმიტომ რომ მთელი სული და გული მათი არის გათვლებზე და ძალიან გამეცადინებულები არიან და ძალიან დახვეწილები ამ მატერიალურის ანგარიშში და საქმეში. და ისინი ვინც ცოტა უფრო სულიერები არიან, ისინი ცოტა უფრო აბსტრაქტულად აზროვნებენ. და რაღაც ესეთი მატერიალური სიზუსტე არ აქვს. და პირდაპირ ამას უფალი რომ ძენიო, ნათლისანიო, რადგან უფრო ღმერთცენდობიან და მატერიაზე ნაკლებად რემინდობილები, უფრო ნაკლებად მატერიალურები არიან და არც არიან მატერიაში დიდად დახვეწილები. ამიტომ ძენი ნათლისანიო ყოველთვის ჩამორჩებიანო მიწიურ შვილებსო ჭკუის გონიერებაში. ისინი უფრო დახვეწილები არიან, უფრო რაღაცა წერტილოვნად აზროვნებენ და ამ შემთხვევაში ასე არ არისო მორწმუნეებში. მორწმუნეები უფრო სუბუქად აზროვნებენ და არ ჭირდებათ მათ ეს აზროვნება, განააკლიათ გონება, მაგრამ სხვანაირად განეწყვნენ ამ სამყაროსადმი. ამიტომ მაცხოვარი აძლევს მაგალითს, რომ თქვენ ვიცი რომ ფული გიყვართ. ვიცი რომ გაძეხით. ვიცი რომ კარგად ცხოვრობთ, მაგრამ მე ხო ამიტომ არ დაგაყენეთ რომ თქვენ ცხოვრობდეთ კარგად. მე დაგაყენეთ რომ ეს ხალხი ამ ხალხმა მე მომიტანოს ნაყოფი. გახსოვთ ეს იგავი რაღაცა ნაწილობრივ გამეორებულია საწნახელის იგავზე, როცა უფალი ამბობს რომ გავაგზავნე მონანიო რომ ისო ნაყოფი მოეტანათო. თავისი მიწიდანო ნაყოფი მოეცათო და მოკლესო ზოგიო და ზოგი დევნე, ზოგი ჩაქოლესო, ზოგი მოკლესო. ანუ ლაპარაკი რაზეა, რომ ადამიანმა, როდესაც დაყენებულია ღვთისმსახურად, უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მასზე ჩაბარებული სამწყსოს ნაყოფი მიიტანოს უფალთან. შეიძლება 100% ვერ მიიტანოს, მაგრამ
50 და 80 მაინც უნდა მიიტანოს. ხლა წმინდა მამების განმარტები, ძალიან საინტერესო განმარტებაა საეკლესიო მოძღვრებში, რას ნიშნავს 100 და რას ნიშნავს 80 და 50. და აი ეს 20 რას ნიშნავს და 50, რაც თავის თავზე აიღო ამნემ. ამბობენ რომ ეს არის ლოცვა. ეს არის მისი პირადი საქმე. ანუ ის რაც ვერ გააკეთა სხვამ, თვითონ უნდა ანაზღაუროს. ან უფალთან ლოცვით უნდა მოაგვაროს. მის შეწყალებაზე უნდა ითხოვოს, რომ ღმერთმა ის 80-ით 100-ად ჩაუთვალოს. ის 50-ით 100-ად ჩაუთვალოს, მაგრამ აბსოლუტურად არ დაიკარგოს ეს კაცი ღვთისაგან და თავადაც. რადგან იგავი არაერთ აზროვნად მიანიშნებს, რომ თუ შენ არ შეასრულებ შენ ნეობას, შენს მოაკლდები ამ საყოფლებს, ანუ ზეციურ საყოფლებს და ის ადამიანებიც დაკარგულები არიან.